შევაფასებთ რეჟიმს, რომელსაც თავის მართლება უწევს და კვლავ რაღაც პროპაგანდის დუღილში შეყვანა მათი შემორჩენილი, ასე ვთქვათ, ხარდამჭერების ან დანარჩენი საზოგადოების მოტყუება, რომ თითქოს რაღაც პროქართულს მისდევენ. სინამდვილეში იქნება ეს ბრიტანეთი, შეერთებული შტატები თუ ყველა დასავლელი პარტნიორი, მარტო პოლიტიკური განცხადებების დონეზე კი აღარ ამბობს კრემლის კავშირებს ივანიშვილის რეჟიმთან და თავად ივანიშვილთან, არამედ კანონპროექტიც კი დარეგისტრირდა, რომელმაც დაავალოს უნდა დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მდივანს, რომ გამოიკულიე რამდენად არის ეს პოლიგონი დაზვერვის ჩინური თუ რუსული გავლენების. ჩინური, რუსული, ირანული და ასე შემდეგ ყველა ის ქვეყანა, რომელიც არის აი ამ ბოროტების ღერძის შემადგენელი, ესე ვთქვათ, წევრებად შეიძლება მოვიაზროთ, ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ქართული სახელმწიფო ვერ იცავს თავის ღირსებას. აი, როდესაც რაღაც ქართულ გზაზე საუბრობენ, როგორ იცავენ საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას, იმაზე ილაპარაკონ აი ამ სუბიექტებმა, რომლებიც, აი, ფეხქვეშ არიან გართმული, როგორც კი ავტოკრატიული რეჟიმის მხრიდან არის გარკვეული სადაზვერვო თუ სხვა ტიპის ინტერესების ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს შიგნით. ვერაფერს ვერ აკეთებენ. დიდი გული აქვთ ოპოზიციასთან ქვეყნის შიგნით და დიდი გული აქვთ დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომლებიც იციან, რომლებთან დაკავშირებითაც ამათ იციან, რომ ისინი ყოველთვის წესებით ითამაშებენ. ისინი უკანონოდ არ ითამაშებენ, კი ბატონო. უკანონოდ არ ითამაშებენ, ინსტიტუციონალურად გამართულები არიან, ხედან იმ კალაპოტში უკვე 80 წელზე მეტია. ვთქვათ, პირობითად რო ავიღოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი და ყველაფერი არის გამჭვირვალე მათთან მიმართებაში და სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, რომ აი ესე რო ვირეშმაკობენ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ეს ღირებულებათა სისტემა, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის გარშემო არის კონსოლიდირებული, აი ესე უწესოთ რო თამაშობენ იმ ქვეყნებთან, რო ატყუებენ, რომ ვითომ იქ უნდათ გაწევრიანება, სინამდვილეში ყველაფერს პირიქით აკეთებენ, ავანსად რომ მოგცეს იგივე კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობაზე და შენ ეს ბოროტად გამოიყენე მხოლოდ შენი პოლიტიკური ინტერესებისთვის, ხოლო შემდეგ ნაბიჯები არ გადადგი. აი ამის მიზეზ შედეგობრივ კავშირშია ამასთან სწორედ ის სანქციები და ის დამოკიდებულება, რაც დასავლეთიდან მოდის. თორე დასავლეთი მართლა წინა წლებს რო თვალი გადავალოთ, ასოცირების ხელშეკრულება გაგიფორმეს, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზო მიმოსვლა მოგცეს, კანდიდატის სტატუსი მოგანიჭეს, მაგრამ შენ რო არ გადადგი ის ნაბიჯები, რასაც პირდებოდი, რასაც დეკლარირებდი, რასაც იგივე შენ ხალხს რასთან დაკავშირებითაც ატყუებდი, ის დამოკიდებულება, რაც დასავლეთის მხრიდან არის იგივე სანქციების კონტექსტში, ამ პერსონაჟების მიმართ, ეხლა უკვე ნუღარ უკვირთ. ქართული გზა კი არა, უღირსობის გზა არის ის გზა, რომელსაც ესენი ადგენენ. რაც შეეხება განცხადებებს ჰელსინკის კომისიის პასუხად განსაკუთრებით თავს ესხმიან ხოლმე ჯო ვილსონს და არა მარტო მას, ჩვენ ნახეთ როგორი ვორდინგი ქონდა მათ მოლაპარაკე თავებს შაჰინის მიმართ, ხომ? იგივე ჯიმ რიში და სენატორები ჯიმ რიში და შაჰინი ორპარტიული მხარდაჭერის მრავალწლიანი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტის ორი ფალავანი შეიძლება ითქვას ასე, რომელმაც ორივემ ძალიან კარგად იცის ამ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გზა და ძალიან დეტალურად აკვირდება საქართველოს გზას ამ ქვეყანაში. ალბათ ისინიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საქართველოში მოვიდოდა რეჟიმი, რომელიც ამ ხალხს დააკარგინებდა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას და თუ დავაკვირდებით, ხომ, აი ამ ვორდინგის ქმედებების შედეგად ზუსტად 2 დღეში, რაც კობახიძემ გამოაცხადა 28 ნოემბრის ცნობილ სიტყვაში, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, გამოცხადდა სტრატეგიული ურთიერთობის დაპაუზების გადაწყვეტილება, ხომ, შეერთებული შტატების მხრიდან და ეს ძალიან ცხადია, რაზეა მიბმული და რა გამოასწორებს ამას. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, კობახიძე უკვე ძალიან ხშირად იმეორებს, რომ არც ივანიშვილის ფული აღარ არის პრიორიტეტი მათ, თუ ის თითქოს არც სანქციები ივანიშვილის, მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. აი ეს ვორდინგი აქვთ ახლა. რა სელის ამემართულებით? ამათ უნდათ, აი მარტივად რო ახსნათ და რო გავუმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ამათ უნდათ, რომ არაფერი არ დათმონ, აი ღირებულებითი სისტემის, ასე ვთქვათ, კონტექსტში, არც დემოკრატია, არც ინსტიტუციონალური გამართული წესრიგი იყოს ქვეყანაში, რომ კანონი ყველასთვის
საერთოა და ელენე ხოშტარიას ფლომასტრით რაღაცის დაწერის გამო ციხეში უშვებენ და კოცები რო თავს უტეხავენ პირდაპირ კამერების წინ აქტივისტებს იმის გამო მათ არაფერი არ ემუქრებათ და ჩვეულებრივად თავისუფლებაზე რჩებიან. აი ესეთი თვალსაჩინო მაგალითი მოვიყვანეთ, თორე ეს არის ყველა დონეზე, ეს არის ბიზნესში, ეს არის პოლიტიკაში, ეს არის იგივე კრიმინალთან მიმართებაში. თუ თავის კრიმინალია ყოველთვის ხელს დააფარებს, თუ არ არის ასოცირებული კოცურ რეჟიმთან და პარტიასთან, მაშინ ჩასვავენ და უყურებთ კიდევაც რომ იჭერენ ხოლმე, აშუქებენ კიდევაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ რაღაც აქციებს, რომ ვიღაცა ნარკოტიკის გამო ჩასვეს, ვიღაცა კურდულ სამყაროსთან ურთიერთობების გამო, მაგრამ ეს მხოლოდ ის სანდაბიანები არიან, რომლებიც ამ რეჟიმთან კავშირში ჯერ არ არიან, მოდი თქვათ ამ ეტაპზე არ არიან, თორემ მომავალ შეიძლება ამათაც დაამყარონ პოლიტიკური კავშირი, არჩევნებში დახმარება აღუთქვან და ასე შემდეგ, იმათაც აღარ დაადებენ ხელს და აღარ შეეხებიან მომავალში. აი ესეთი დამოკიდებულება რო აქვთ დემოკრატიის მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ, ამიტომ არის ამიტომ ვერ დალაგდებიან ვერასოდეს დასავლეთთან. მათ უნდათ რომ ვითომ არაფერი აღარ გვაღელვებს ჩვენ ბიზნეს სანქციები და ასე შემდეგ ამის მოხსნა, მხოლოდ გადაიტვირთოს ურთიერთობა და აღვადგინოს სტრატეგიული მეგობრობა. ოღონდ აქეთ ნაწილს, მთავარ ნაწილს, რაც შეეხება შენ სტრატეგიულ საგარეო პრიორიტეტებს და ღირებულებით დემოკრატიულ სისტემას, ნუ შეეხებით და ესე არ გამოვა. თუნდაც რამოდენიმე დღით ადრე გადავახვიოთ და ბატონი ანდრეული იყო ჩამოსული შეერთებული შტატებიდან, რომელიც წარმომადგენელია, შეიძლება მაღალი თანამდებობის პირი არ არის, მაგრამ მასთანაც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად პროპაგანდა ისე პოზიციონირებდა, თითქოს აეხლა გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ეს არ მოხდება. მინდა გავაწყვილო კოცების მხარდამჭერები თუ იმის პერსპექტივის შემყურეები, რომ აი ამ ვიზიტით რამე გადაიტვირთება. იმიტომ არ მოხდება, რომ თავიდანვე ცხადია, სულ არ მაინტერესებს აი მათი საუბრების შინაარსი, რომც არ გავეცნო, მე ხო ვიცი, რომ ესენი ამ ორ მთავარ ღერძ თავისი ძალაუფლებისას, რომ იყოს დემოკრატია არ არსებობდეს ქვეყანაში, არჩევნებს აყალბებდნენ და კანონის უზენაესობა არ იყოს და მეორე იგივე პოლიტპატიმრები მუდმივად დაპატიმრებული იყვნენ და არ გამოუშვან გარეთ არც მიშა სააკაშვილი, არც ხვები, იმიტომ რომ მათი ეშინიათ და მეორე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მათი საგარეო პრიორიტეტები აგერ საუბრობს კიდევაც ქართული იქნებაო რა, რაც ნიშნავს ეს შენიღბულად ნიშნავს, რომ ჩვენ ვისიც გვეშინია, იმათ დაუწვევით რუსეთს, ირანს, ჩინეთს და ასე შემდეგ, ვისიც არ გვეშინია, იმათთან ვიქნებით დიდგულზე. აი ეს არის ამათი გადმოსახედიდან აი ეს უღირსი შეხედულება, რასაც კი ბატონო, ქართული უნდა იყო, მაგრამ ღირსეული ქართული პოზიცია უნდა გქონდეს და ღირსეული ქართული პოზიცია არის შენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მომავლის დაცვა, მომავალი თაობებისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური აღმშენებლობის გარანტიები შექმნა ფუნდამენტის დასავლეთთან ერთად. რაც არის დასავლეთთან ერთად. აქ თქვენ ახსენეთ სახელმწიფო დეპარტამენტის და უღირსი პოზიცია არის, რომ იძახო ქართული და სინამდვილეში იყო ირანის და რუსეთის გაგრძელება აქ. იმის და მიხედვით ვის რა ინტერესი აქვს რეგიონების და ასე ვთქვათ ქალაქების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ვერაფერს ვერ გადატვირთავენ ესენი და ვერაფერ ახალ ურთიერთობებს ვერ გადაფურცლავენ, როგორც ამბობენ ხოლმე, ახალი ფურცლიდან ვერ დაიწყებენ ურთიერთობას. ნოლიდან რომ იწყებენ 30 წელზე მეტის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ეს განსაკუთრებით აი თვალში ნაცრი შეყრა საზოგადოებისთვის საქართველოში, რომ რაღაცა თურმე უნდა დაიწყოს, ნახევარზე მეტის გვარს ვერ იმახსოვრებს, დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქე ახალ გამოჩეკილი სახეების, რომლებიც ამბობენ თურმე, რომ ჩვენ ნოლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. რატომ უნდა დავიწყოთ ნოლიდან? ვინ გადაწყვიტა ეს? და აქვე მთავარი კითხვა არის, თქვენ ახსენეთ ვიზიტი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხაზგასმით იმყოფებოდა ფოცვა და ანაკლიაში და დაინტერესდა ამ საკითხით. ეს თუ გავითვალისწინებთ შეერთებული შტატების ინტერესს რეგიონში და ტრამპის ცნობილ კორიდორს, სამშვიდობო კორიდორს და ამ ნაწილში არაერთხელ ნათქვამ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან რომ ღია კარი საქართველოს შეუძლია გახდეს ამის ნაწილი, ოღონდ საქართველოს იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში ეს შეთავაზება ფიქრობთ რომ ძალაშია? იცით, მოდით ერთი რაღაცას რომ მივაქციოთ, ყურადღება მნიშვნელოვანი ასპექტია, იმიტომ რომ ესენი მთელი ბოლო რამდენი წელია, აი რაღაცა რომ ვიღაცას ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს თუ არ ვწდები წამოწდა რომელიღაც კომიტეტის სხდომაზე რაღაც ცალფეხზე დგომასთან დაკავშირებით, ამას ჩაებღა უჭნენ და ცალფეხზე დგეხართ იმ ევრობიუროკრატებს ეძახიან ბრუსელში მინისტრის
თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს და მათ შორის თქვათ იგივე ქალბატონ ფონ დერ ლაიენს და ასე შემდეგ ევრობიუროკრატები არიან თურმე ისინი კარნახობენ აქ ოპოზიციას ვინ ციხეში ჩაჯდეს ვინ აქციაზე გავიდეს რუსთაველი გაგადაკეთოს და ასე შემდეგ აი ესეთ მჭიდრო ურთიერთობაში და პარტნიორობაში ვართ თურმე აქეთ ამ ხარეს ჩვენ ყველანი და ეს ძალიან ცუდია ეს ცალფეხზე დგომას ნიშნავს აი ეს ფრაზა რაღაც ახსოვდა და თვითონ ჩამოვიდა ერთი რიგითი წარმომადგენელი შეერთებული შტატებიდან და ცალფეხზე კი არა ოთხფეხზე დადგნენ და დარბიან გარშემო რომ რაღაცა აი თავი მოაწონონ ოღონდ ისიც რატო გონიათ ამათ რომ ინფორმაცია ჩავა და იქაც გონიათ რომ თურმე ერთი კაცი ტრამპმა იქნებ გადაწყვიტოს და კაი თვალით შემოხედოს ამერიკის შიდა სისტემაშიც ვერ ერკვევიან რომ იქაც ინსტიტუციონალურად არის გამართული რაც არ უნდა დიდი და ძლიერი ლიდერი ყავდეს პრეზიდენტის სახით როგორც თქვა დღეს არის დონალდ ტრამპის შემთხვევაში მაინც ინსტიტუციები ამერიკის ინტერესები ის წესრიგი ის თამაშის წესები რომელიც არსებობს განსაზღვრავს ქვეყნებთან მიმართებაში რა დამოკიდებულება ექნება ვაშინგტონს ეს არიციან და ამიტომ გონიათ რომ იქნებ რატო არ გვიყურებს ტრამპი კარგი თვალით ჩარბიან ხან ორბანს ეხვეწებიან რომ დაგვილაგე ტრამპთან ესე გონიათ რომ ვიღაცა დარეკავს და ეთქვის რომ ესეც ეს კოცებიც ჩვენნაირი კაი ხალხია და მოდი ამათთან იურთიერთობ აქ საინტერესოა თქვენ ახსენეთ ინსტიტუცია და მე მგონი კი ესმით უბრალოდ მაინც არა აქვთ ინსტიტუციური სისტემა ესმით უბრალოდ არა აქვთ იქ რაიმეს იმედი და ცდილობენ რომ აი ტრამპთან გავიდნენ ხაზზე განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელია იმ წერილების მერე ტრამპს უნდა იცნობდე რომ მუქ არის წერილები ყოველაშვილს რო აწერინებდნენ მინიმუმ უნდა იცოდე რა ტიპის ლიდერია ეს აქ პირად ცნობაზე არ არის საუბარი წინა შეკითხვაზე სოფო მაგასაც ეგ საკითხიც გავშალოთ ანაკლიაში ბრძანდებოდა და ასე შემდეგ ჯერ ერთი ჩინელებთან ყველაფერი ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ის ჩინეთიც უყურებდა აქამდე საქართველოს როგორც რაღაც ფანჯარას კარიბჭეს დასავლეთთან და დასანქცირებული და თავარი ოლიგარქი ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ და ეს სანქციები კიდევ უფრო ღრმავდება და მოდის ჩინეთსაც აღარ უნდა ეს საქართველოს და რუსეთის უკანა ეზო არავის უნდა ანუ ეს მულტივექტორული დამოკიდებულებები გვაქვს ვითომ ესეც წყალში ჩაუვარდათ ეს ჩაუფლავდათ ეს მიდგომა იმიტომ რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ გაქვს რუსეთი ოკუპანტად რჩება ირანი რა დღეშია იცით დასავლეთთან ურთიერთობა გაიფუჭე რა დარჩა თურქეთი და აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ იმდენად არ გაუფუჭებიათ, თუმცა იქ სხვა კონტექსტი. ალიევის განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიძლება სომხეთზე გაიაროს თუ ერთად. ხო, ისინიც არ არიან ბოლომდე კმაყოფილი შენი დამოკიდებულებით სატარიფო პოლიტიკით იგივე რკინიგზაზე და ასე შემდეგ, რომ რაღაცას ეკიშპებიან, ესენი ვერ იჯერებენ, ანუ ვერ იაზრებენ იმას, რომ რეგიონში თუ მეტი ეკონომიკური დოულათი შეიქმნება, მეტი ვაჭრობა, კომერცია, ინვესტიციები ყველასთვის კარგია, ოღონდ ყველასთვის კარგია კონკურენციაში თუ ძლიერი ხარ. შენ თუ გაქვს კარგი ინფრასტრუქტურა, კარგი გამართული საგადასახადო სისტემა, ზოგადად გამჭირვალე კანონმდებლობა, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი იყო, მაშინ მხოლოდ დერეფანი და ის კი არ იქნები გამტარი 90-იანი წლების კონცეფციის განმახორციელებელი. მაგ დერეფნობაზე ედუარდ შევარდნაძე საუბრობდა 30 წლის წინ ჯერ კიდევ. შენ უნდა გახდე ეკონომიკური მიზიდულობის ჰაბი და ეს ჰაბი რომც უნდოდეს, როდესაც რუსეთზე დამოკიდებული ქვეყანა ხარ და მისი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იმყოფება შენი ლიდერშიპი, ვერ ხდები, ვერც გამტარი, ვერც დერეფანი და ვერც მithumetes ვერც ჰაბი, იმიტომ რომ ვერ აშენებ იმპორტებს, ვერ აშენებ ინფრასტრუქტურას, გეშინია ანაკლიაში ინვესტიციების ჩადების, ამერიკელების შემოყვანის, ხო, იძახდა კიდევაც ბიძინა ივანიშვილი, ამერიკელებს რა უნდათ ჩავის ზღვაში, ეს რუსების გასაგონად თქვა რა, ეს რუსების არის ეს შავი ზღვა და ისინი სად მოდიან, სად ეკვეხებიანო, ხო? ანაკლიაში იმათ ვერ უშვებ შენი რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდისაც კი გეშინია რომ რუსეთმა სხვა თვალით არ შეხედოს რატო აკეთებ მაგას ჩემ ალტერნატივას ხო შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანის მაგალითად ამიტომ შეერთებულმა შტატებმა და სხვებმა ესენი ყველანი ხედავენ რომ პრორუსი მთავრობა ამ მონაკვეთზე სამხრეთ კავკასიის და ამ სახელმწიფოში არანაირად ჩვენ არ გვაწყობს იმიტომ რომ ეს ვერ განვითარდება დერეფანი მხოლოდ გეოგრაფია ხო არა ეს დერეფანი და ეს გეოგრაფია აქ არის 3000 წელია კი აქ ფაშინიანის განცხადება უნდა გავიხსენოთ სუვერენულ ლიდერზე, რომელიც სუვერენულ პოლიტიკაზე, რომელმაც გააკეთა აქცენტი და მან მოახერხა ეს მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში რუსული ბაზა ამ დრომდე მან მოახერხა ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიდერი და რა საჭიროა საუბარი ოლიგარქთან, რომელსაც პირდაპირ კრემლის პოლიტიკის გამტარად მიიჩნევს დასავლეთი და თუ ეს საკითხი გვარდება კრემლთან, რა საჭიროა საუბარი პირდაპირ ოლიგარქთან. შესაბამისად ეს საკითხიც არის ალბათ. აქ ერთს
გავაზუსტებ პეტრე თქვენ ბრძანეთ რომ აი ტრამპის იმედი აქვს თუმცა ისინი ცდილობენ საკუთარ აუდიტორიას აჩვენონ რომ ამერიკის კონგრესშიც ყავთ ხარდამჭერები და ეს ცოტა ხნის წინ ვინც მიიწვია ესე იგი კონგრესმენმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ქალბატონმა ანა პაულინა ლუნამ გემახსოვრებათ რამდენიმე ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი ივანიშვილის რამდენიმე დეპუტატი იმყოფებოდა ვაშინგტონში და მიწვევა მოუვიდა ანა პაულინა ლუნასგან რომელმაც აი ახლა მათ შემდეგ უმასპინძლა რუსეთის დუმის 5 დეპუტატს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ დეპუტატებს ეს ქალბატონი იყო ქართული ოცნების მასპინძელიც კონგრესში და სად მიიღეს მონაწილეობა ახლა მათ რომ ჩავიდნენ სუვერენული ერების ალიანსის სამიტზე იყვნენ მიწვეულები და სინამდვილეში ეს გაასაღეს პროპაგანდის საშუალებით რომ მათ ჰქონდათ დიდი გარღვევა შეერთებული შტატების კონგრესში ეს ქალბატონი რომელიც ნუ გამოირჩევა იმ მიდგომებით რომელიც რაც თქვენ აღწერეთ ხო რუსი დეპუტატები ჩაყავს ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ამაში ახალი არაფერი არ არის ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ 13 წლის წინ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში სტრასბურგში რომ პირველად ჩავიდნენ და ფეხი დადგეს იმ საპარლამენტო ასამბლეის შენობაში პირველი ვისთანაც ურთიერთობა და მეგობრობა დაამყარეს პრორუსი დეპუტატები იყვნენ ხო იქაც რამდენიმე ასეული დეპუტატია მთელი ევროპიდან 47 ქვეყანა თუ არ ვწდები წარმოდგენილი ყველას თავთავისი კვოტა აქვს ასობით დეპუტატია 600-ზე მეტი და არის რამდენიმე ათეულიც კი რომლებიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩეოდნენ აი 2008 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეს ჩვენთვის როდესაც აი რეზოლუციებს მხარს არ უჭერდნენ რაც რუსეთის საწინააღმდეგო იყო ხოლმე რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს მიმართ პირდაპირ ჩაეხუტნენ იმ ხალხს პირველი მათი ძმაკაცები ესენი გახდნენ და იქიდან მოყოლებული სწორება აქვთ პრორუს პოლიტიკოსებზე რუსეთის პარტნიორ სახელმწიფოებზე როგორიც არის ირანი და სხვები ორბანზე რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ პირდაპირ სატელეფონო ზარით არა და კრემლის მეშვეობით და გავლით დამეგობრდნენ და დაპარტნიორდნენ და ეხა სულ რაღაც ორ კვირაში არჩევნებია და იმედია გაიმარჯვებს იქაც უნგრული დემოკრატია იქ ისე ვერ აყალბებენ არჩევნებს როგორც აქ ხდება ხოლმე და დაიდება ის შედეგი, დაველოდოთ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, გასაგებია ესენი, ვისაც გულს შემატკივრობენ პრორუს ორბანს, მაგრამ ყველაფერს საჩვენებს ის არჩევნები, რომელიც 12 აპრილს ჩატარდება. და არა მხოლოდ ეს პარტნიორობა, მეგობრობა, ვიზიტები პრორუსულად განწყობილ ფიგურებთან და სუბიექტებთან აქვთ. არამედ უფრო მეტიც მათგან სწავლობენ ყველაფერს კანონების მიღებას, ქვეყნის მართვას, პროპაგანდის წარმოებას. უბრალოდ უფრო ჩქარტებში გადიან ამ გადმოწერილი. უფრო ჩქარტებში გადიან, იმიტომ რომ იმათ მეტი დრო დაჭირდათ, ისინი ესე თქო გზის ყინულმჭრელებივით იყვნენ, მათ გაიყვალეს ეს გზა და ესენი ამ გაკვალ ბილიქს გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით მიყვებიან. კი ბატონო. და ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ რეჟიმის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა გულისხმობ პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია რაღაცნაირ ერთ პარტიულ ღონისძიებად ექციათ ამის მცდელობა ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაუშვეს იქ მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს თუ ნახეთ კობახიძე მისაუბრა მორალურ უფლებაზე იქ დგომის ანუ პირდაპირ თქვა რომ ესე იგი რეჟიმი წყვეტდა როგორ ვინ დადგებოდა ვინ გააცილებდა ბოლო გზაზე პატრიარქს პოლიტიკური არამზადობა ნაძირლობა არ ვიცი ამას სხვა რა უნდა უწოდოთ როდესაც ესეთი მძიმე დღეების შემოbrunება გინდა საშენოდ შენი პოლიტიკური ქულებისთვის შენი პროპაგანდის საკვებად მისცე რომ თითქოს აი აუარებელი რა ვიცი 10,000-ობით ადამიანი ვინც რიგში დგას თითქოს ყველა ოცნების მხარდამჭერია და მათზე თავგადაკლულია ყველა ჩვენი მხარდამჭერი იქ იყო და ესე იზოლირებულად Facebook-იდან ამოქონდათ ხოლმე მე ვიღაცების პოსტები ვინც ამ ამბავს ისე არ გამოეხმაურა როგორც თქვა ჩვენი პარტია სხვა პოლიტიკოსები ალიანსის შემადგენელი პარტიები და ასე შემდეგ და ამის დახატვა სცადეს ვითომ ესეთია ოპოზიცია იმ რაღაც იზოლირებული ცალკეული პოსტების მიხედვით. სინამდვილეში ის ადამიანები, ვისაც ეს დამოკიდებულება აქვს, ხო, იგივე საპატრიარქოს მიმართ თუ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, არც აპირებდნენ, არც მივიდოდნენ, არც იმ რიგში დგანან და არც დაკრძალვის დღეს
სამების ან სიონის ტაძარში არ გამოცხადდებოდნენ. ანუ ვიზე საუბრობს, რომ მორალური უფლება არ აქვთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენ საათობით ვიდექით რიგში, რომ დამშვიდობებოდით ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს და ესენი საშვებით შერბოდნენ ხოლმე და ვითომ რაღაცა სახეს იხოკავდნენ, ვითომ ძალიან შეწუხებულები არიან. ჩვენ წვიმაში რამდენჯერმე საათობით იდგა ყველა ჩვენი წევრი, მეც მათ შორის, რომ იქ მოხვედრილი ყავით სამების ტაძარში, როდესაც პანაშვიდის დღეები როგორც რიგითი ქართველები, ქართველი ვიდექით. უბრალოდ აქ საუბარია ვინ წვეთს და რა მორალური კატეგორიით. დღეს, როდესაც გასვენება იყო და დაკრძალვის დღეს, იქ თვითონ გადაწყვიტეს ვისა თურმე მორალური უფლება და სინამდვილეში ეს რატო გააკეთეს, რომ აი ბიძინა ივანიშვილისთვის ეს სიამოვნებინათ, შენ რახან ერთ-ერთი მთავარი დონორი ხარ ამ ტაძრის, შენი ტერიტორიაა. ეს დაკრძალვის ცერემონიალიც შენ ტერიტორიაზე ხორციელდება და ჩვენ როგორ შემოუშვებთ, აი ესეთი პატარა წვრილი ხალხი არის, ხო? როგორ შემოუშვებთ აქ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ანუ ეს საკითხიც კი დაპირისპირებისთვის და დაყოფისთვის გამოიყენეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რამე შერიგება უნდა მომხდარიყო და ჩვენ გავხდებოდით აქეთ მხარეს ვინმე ქოცები ან ჩავეხუტებოდით მათ პრორუსულ მიდგომებს და იმ ანტიდემოკრატიულ რაღაცა მორატორიუმის დღეები იყო უბრალოდ. მორატორიუმის დღეები იყო და ამ წუხილში და ამ ცუდი ამბის გაზიარებაში ყველანი ერთნი ვიყავით როგორც საზოგადოება და ამათ მაინც პოლიტიკურად დაპირისპირებისთვის და გახლეჩვისთვის და თავის ჭკუაში საკუთარი რაღაცა პოლიტიკური ქულების მოსახვეჭად გამოიყენეს. ხო, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება ილია მეორის დანაბარები უნდა. უცხოელებს რო ხდებოდნენ ხოლმე და ეხაც თუ ვიღაცებს აი პოლარიზაციას იწვევს თურმე ოპოზიცია და მეორე მხარეს, ან თავარი პოლარიზაციის თავარი ხელშემწყობები აი მოტორი და ძრავა პოლარიზაციის არის თვითონ კოცური რეჟიმი. და პატრიარქის დანაბარები რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს პროცესში, ვინ იქნება შემდგომ პატრიარქი, ეს ალბათ ძალიან საყურადღებო პროცესია და ჩვენ ამას ჩვენ არავის არ გვჯერა, რომ ეს სამწუხაროდ ასე მოხდება, ისინი პირველივე წუთიდან ამიტომ თქვა ეს საჯაროდ, რომ ასეთი მოლოდინი შეიძლება საზოგადოების მხრიდან მაინც იყოს ამის კონტროლი, თუ არა მონიტორინგი მაინც, რომ პოლიტიკური ძალა და იგულისხმება გასაგებია ვინც ჩაერევა არიღებს მონაწილეობას, იგივე თქვა ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებას და სინოდი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ოპოზიციის ალიანსი, ოპოზიციური ალიანსი. პეტრე, რა ვითარება აქ იყო მცირედი გაუგებრობები, თქვენი პოსტი იყო, მერე პასუხი იყო, მერე რაღაცნაირი გარკვეული განცხადებები იყო ძალიან ცხადი და ნათელი. ეს ყველაფერი დარჩა უკან, როგორც ხვდები და ამოცანები, რომელიც აქვს დღეს ოპოზიციურ ალიანსს, ეს მინდა ვიკითხო, რამდენად მიყვება ეს ალიანსი დასახულ სტრატეგიას და რამდენად არის შედეგები სახეზე თქვენი გათვლით თუ ველით ამის უკეთ ჩვენებას. რა თქმა უნდა, იცით რა ეს ალიანსი თავისთავად ძალიან კარგი დასაწყისია, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო ეს სათანამშრომლო ფორმატი არის, ეხა ჯერ ეს პოლიტიკური რინგი გაშლილი არ არის, რომელიც რითაც თქვა ხელისუფლებისთვის ბრძოლა, ეხლა უშუალო პროცესი შეიძლება დავარქვათ რომ იყოს. ასეთ რეალობაში დღეს არ ვართ, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს ხელისუფლება მაქსიმალურად დასუსტდეს და მათ დასუსტებას ჩვენ ხელი რითი უნდა შევუწყოთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანის აქეთ მხარეს მომხრობით. მათ შორის იმაზე თუნდაც ღიად საუბრით, რომ ოპოზიციის და ჩვენი ალიანსის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში რუსეთი თავს არ დაგესხმება. ეს შიში ხო ამ შიშს ადამიანები ჩვენ ხო თვალი უნდა გაუსწოროთ, რომ ადამიანებს ამომრჩეველს ეს შიში შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ პროპაგანდა მიმუშავა, თვითონ რუსეთმა იმუშავა და 4 წელია ბომბავს უკრაინას და რიგითმა ქართველმა ხა რა იფიქროს, რომ და ესენი როგორც ცდილობენ მას დააჯერონ, რომ აი რახან საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახით პუტინის ძმაკაცების ხედან ჩვენ ამიტომ ხელს არავინ გვახლებს, როგორც კი შეიცვლება ეგრევე გამოფრინდებიან რაკეტები ჩვენი მიმართულებით. აი ამ ნარატივის აბსურდულობაში დარწმუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი
და არის კიდევაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამაზე საუბარს როგორც აი 20-24 წლის არჩევნების წინა პერიოდში ყველა გაურბოდა და მოდი ხალხი თვითონ მიხვდება რომ საქართველოში თუ პროდასავლური მთავრობა იქნება რუსეთი უფრო მეტად უკან დაიხევს და სინამდვილეში ეს ასეც არის, როდესაც ხედავენ რომ შენ იქ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, არავინ არ გეტყვის და უკრაინაში როგორც ეგონათ, იქაც იგივე აღმოჩნდა სინამდვილეში არ იყვნენ იქ რუსული დროშებით არავინ შეიარაღებული და იმით ღვეზელებით არავინ ელოდებოდა რუსულ ტანკებს და ჯარს. როდესაც ეცოდინებათ რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად კარგი გაგებით აი კრაზანების ბუდეა რომ ხელის შეყოფა არ შეიძლება ეგრევე მოგაჭამენ, საერთოდ არაფერი არ ესაქმებათ. აი ზუსტად პრორუსულად განწყობილი არის ის საზოგადოება და ის ქვეყანა და მაინც ჩვენი გაგრძელებაა და მაინც ჩვენი გუბერნიასავით არის და ბარემ ხوار ჩავყლაპოთ, აი მაშინ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ხარ სინამდვილეში, როდესაც მოსკოვში პუტინი არის თუ ივანოვი პრინციპში ეს იმპერიალისტური მიდგომები დიდად არ იცვლება საუკუნიდან საუკუნემდე. შესაბამისად, აი ამ თემებზე ღიად საუბრობთ. აი ამ შიშის პასუხი გონიათ და განმარტებები ამ თემაზე ერთ-ერთი მთავარი მაინც. ერთ-ერთი მთავარი ეს არის, რა თქმა უნდა, ასევე ეკონომიკური საკითხებიც მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის, განათლების და სხვა ის საკითხები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს აწუხებთ, მაგრამ შვიდობა, უსაფრთხოება, მით უმეტეს აი ამ მოცემულობაში ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამაზე ღიად საუბარი, ამის ახსნა, ამის განმარტება, ამის ის, რომ აი ხშირად იციან ხოლმე არ გაღიზიანების პოლიტიკა აქვს და თითქოს აქეთ მხარეს ჩვენ უნდა გაღიზიანების პოლიტიკა გქონდეს. ანუ აი ეს აბსურდული ტერმინოლოგიაც უნდა ჯერ ერთ თავისთავად უნდა გაქრეს რიტორიკიდან რომ არ გაღიზიანების პოლიტიკა აქვს და ეს თურმე დასაგმობი არის. ჩვენ უნდა გქონდეს ღირსეული სახელმწიფოებრივი, აი როგორც ამბობენ ხოლმე ქართული, ოღონდ ეს ქართული ნიშნავს დასავლეთთან კარგი ურთიერთობების პოლიტიკას. აი 2000 ხშირად უცხოელებსაც კი არ ახსოვთ, არათუ ეხა კოცებთან ამაზე საუბარს რა აზრი აქვს და პროპაგანდაც ამაზე რა თქმა უნდა არასდროს არაფერს იტყვის. 2009-დან მოყოლებული 2012 წლამდე მშვიდობაც ჰქონდა, ღირსებაც ჰქონდა და ის რუსები ჩამოდიოდნენ აქ მართლა ის ტურისტები ელჩებივით იყვნენ საქართველოთი მოხიბლულები უკან ბრუნდებოდნენ, სახლში ეუბნებოდნენ, ეს რა მაგარი ქვეყანა აუშენებია სააკაშვილსო. აი ეს იყო 2009-დან 12 წლამდე რეალური მშვიდობა, განვითარება, საქართველოს სტაბილურიც იყო, პროგრესიც სწრაფად მიდიოდა ევროკავშირთანაც ჩვენი ესე ვთქვათ ინტეგრაციის პროცესი ასევე სწრაფი ნაბიჯებით წინ მიდიოდა. ობამასთან მიშა სააკაშვილი საუბრობდა სტრატეგიულ პარტნიორობის მიღმა კიდევ უფრო ამის გაღრმავებას როგორც სამხედრო და ესე ვთქვათ ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ღია თავისუფალი ვაჭრობის კუთხით საქართველოს უნდა ქონოდა ეს ეგრეთ წოდებული ესტა, რომელიც უვიზო მიმოსვლა არის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ ღია ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, როგორც ევროპასთან გავაკეთეთ, ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, იმიტომ რომ თუ უვიზო მიმოსვლა არ გაქვს, მაშინ რთულია ღია ვაჭრობის კონტრაქტების დადება შენი ბიზნესმენის საერთოდ გაქრა ეს თემები დღეს განხილვის თემებიდან დღეს პირიქით 10 წლიანი ვიზები გაუქმდა და გაურთულდა საქართველოს მოქალაქეს ვიზის აღება ერთჯერადი პატარა ერთთვიანი ვიზებზე გადაკეთდა ის 10 წლიანი ვიზები რაც იყო და პირიქით 10 წლიანი ვიზები უნდა გადაზრდილიყო შემდეგ ეტაპზე როდესაც საერთოდ უვიზო მიმოსვლა ეს ეგრეთ წოდებული ეს ელექტრონული დადასტურება რომელიც 24 საათში ხდება კომპიუტერით შენი მონაცემები შეგყავს და თუ რაღაც ესე ვთქვათ ამერიკამ არ დაგინახა როგორც საფრთხე მათი ეროვნული უსაფრთხოების გიმწვანებენ და ჩადიხარ შეერთებულ შტატებში იმისათვის რომ თავისუფალი ვაჭრობა იყოს და ასე შემდეგ კარგი სტრატეგიული ურთიერთობები როგორც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ როგორც ვთქვათ იაპონიას კოლუმბიას და სხვებს აქვთ ეს დამოკიდებულება ის გივე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან და 9-დან 12-მდე აი ეგ მოვახერხეთ რომ ღირსებაც ჰქონდა ევროინტეგრაციაც ამერიკასთანაც კარგი ურთიერთობები ეკონომიკური თვალსაზრისით წინ მივდიოდით მაგრამ იმის მერე მოხდა ის რაც დემოკრატიამ მოიტანა და ხალხის უმრავლესობამ აირჩია ეს კოცური რეჟიმი და კოცურმა რეჟიმმა დემოკრატიას დაუქნია ხელი უთხრა ნახვამდის აწი სუმე უნდა ვიყო დიქტატურა უნდა დავამყარო და ჩემმა დინასტიებმა უნდა მართონ ეს სახელმწიფო. აი ეს არის ეს სამწუხარო რეალობა, რისი გამოსწორებაც მარტივი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებელია ხალხის აი ერთიანობით, კონსოლიდირებით და აბსოლუტური უმრავლესობის ერთ მუშტად შეკვრით ამ რეჟიმის წინააღმდეგ.